მნიშვნელოვანი და მთავარი არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა. ანუ მოხდა ის რომ არასოდეს არ ვიცდია რომ ჩავსულიყავი და დავლაპარაკებოდი ხალხს. რატომ? იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა. ანუ მოხდა ის რომ დღესაც რომ ჩაიტანოს პარლამენტში და პარლამენტმა დაიწყოს ეს პროცესი. ისინი ორივენი 15 წლის ჩასვა როლანდ ახალაიანის ეკრანში. მათ არ მიიღეს პრეზიდენტის შეწყალება, მათ არ მიიღეს არანაირი წინადადება და ბოლომდე იჭდნენ. სანამ ამნისტია არ შეეყო მათ. მე ხავსვამ მარტივ კითხვას. რომელიმე ჩვენთაგანი დარბაზში გაბედავს როლანდ ახალაიანს შემოვიდეს უწებად. ბატონო ნაპოლეონი, ბატონო მურთად, კოხაბიტირებული იყავით როლანდისთან. გაბედავს ვინმე? გაბატონო. არა. ამიტომ ფიფასო მეგობრებო, მე არ მოგიწოდებ და არავინ არც ერთი ჩვენთაგანი არ მოგიწოდებ თქვენ შურისძიებისაგან. მაგრამ ერთი რამა, როდესაც ადამიანს ღირსება შეუნახავენ და თავისუფლებას წაართმენ, ეს ჯალათი უნდა დაისაჯოს. ნამდვილად 4 წელიწადი არ ყოფილვარ ზუგდიდში და ძალიან გასაკვირია ჩემთვის და ძალიან მიხარია თავისუფლად რომ ხედავთ მომღიმარი სახეებით და მინდა მართლა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. ეს იყო რეგიონი, სადაც ყველაზე მეტად იყო ის რეპრესია გადარებული იმ ერთი ოჯახის მხრიდან, ამ ხალაიების მხრიდან და ვფიქრობ რომ თქვენ ნამდვილად ხართ ღირსნი რომ ტაში დაგიკრათ ჩვენ პოლიტბატიმრებმა თქვენ საპრობილეში იყავით, თუმცა თქვენ საპრობილეს ერქვა ზუგდიდის რაიონი. სტომას და მე მინდა გითხრა მთელი საქართველო იყო პატიმრობაში. ყველა უკლებლივ, აბსოლუტურად სულ ყველა. ვისაც ღირსება შეულახეს, ქონება წაართვეს. ქუჩაში ხვდებდნენ იცით თქვენ ახალგაზრდებს. საპატიმროებში უამრავი ხალხი 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. სულ ყველა ეს ადამიანები დღეს რას უყურებთ, რას ხედავთ? სამართლიანობის აღდგენა თითქოს და დაიწყო, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფორმალური. ამიტომ 14 აპრილს რაც ქალბატონმა ანაბრძანა, უნდა დავიწყოთ და უნდა დავამთავროთ ყოფილი ხელისუფლება. ნაციონალური მოძრაობა უნდა აიგრძელოს. დავიხსნებათ ბოლომდე. უნდა დავაღვირგვინოთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ხელშია. მე ვეთანხმები ქალბატონ ნანას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ხალხის, ქართული საზოგადოების ხელშია ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანის ნება. ეს არის 14 აპრილი. 14 აპრილს დაიწყება ეს ბრძოლა, გაგრძელდება ეს ბრძოლა. 14 აპრილს ქართული ხალხი თავის ბეჭედს დაუშავს, საბოლოო ბეჭედს ნაციონალურ მოძრაობას და მართლა გაიზრდომებს პოლიტიკურ სანაგვაზე და ეხლა მე მინდა გითხრათ, აქ ხშირად მესმის ხოლმე მე ტელევიზიებიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ესეთი შეძახილები, რომ თქვენი დანაპირები შეასრულებთ, თქვენ რას უყურებთ, რა იყო გუშინდელ დღეს ტკინი ვიხსენებთ. ხვალინდელ დღეს არა, ჩვენ არ გავიწყდება გუშინდელი დღე თუ დავივიწყეთ, ხვალინდელს ვეღარ დავაკეთებთ. გამორიცხულია, ჯერ გუშინდელ დღეს უნდა ვიწყებ შეფასება. გუშინდელი დღე უნდა შეაფასოს როგორც ხალხმა, საზოგადოებამ, ასევე ჩვენმა დანიშნულმა პარლამენტმა და შემდეგ გადავიდეთ ხვალინდელ დღეზე. ხალხის პირველი და ნომერ პირველი შეკვეთა დღევანდელი ხელისუფლებისთვის იყო სამართლიანობის აღდგენა და არავითარი გაზი, საფრთხე, არავითარი წყალი, არავითარი ტექნიკა, არავითარი პენსიები. პირველი შეფასება და ყოველთვის ნომერ პირველ შეკვეთა დარჩება სამართლიანობის აღდგენა. ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამის შეფასება უნდა გააკეთოს პარლამენტმა, საქართველოს პარლამენტმა. შენი დრო ანაგმა დაამთავრეს. შენი და მისვას დროს ზუგდიდში, სადაც იმედი გქონდა, რომ ბოლომდე დაჩაგრავდით სამეგრელოს. ეხლა შეხედე, ვინ დგას ფერაზე. ქალბატონო ნანა, 1 ოქტომბერს არ დასრულებულა როლანდის და მიშას დღე სამეგრელოში. როლანდის და მიშას და ნაციონალური მოძრაობის დრო
დღეს დასრულდა სუქციის მიღწევა. მე ჩემი მომხრეები ვიყავით ის ხალხი ვის თანამდებობაში პირველმა ჩაუტარა მიტინგები მიხეილ სააკაშვილს. საქართველოში არ სადღაც ჩატარებულა პირველი მიტინგი სუქციის ჩატარება